აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება, რადგან მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. ქრისტიანები ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, რომელმაც თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებს აშინა სიცოცხლე მიანიჭა. თუ ადამიანს წამს ღმერთის წამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განახარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამე თუ მას ცulis დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს. წირვა ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება. განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება. ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებში. დილა საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი. ამ კვირაში ზიარებისთვის მომზადება შემსუბუქებულია, მარხვის დაცვა არაა სავალდებულო. აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას გამარჯვების ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.